როგორ მივიღეთ აქედან ეს, აქედან ეს და აქედან ეს. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი დამკვეთის გაცნობით დაიწყო. მივედით ობიექტზე და ავსვამეთ ყველაფერი. პროექტის საჭიროება გამომდინარეობს იქედან, რომ არსებული კვების ობიექტი იცვლება სხვა კვების ობიექტით და უცვლებელი იყო ფასადის ცვლილება და ასევე ინტერიერის მოწყობა იმ მოთხოვნების შესაბამისად, რა მოთხოვნების დამკვეთს ჰქონდა. იზიარებთ პროექტის რამოდენიმე ხედს, რენდერს. კონკრეტულად ეს პროექტი საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდა, რადგან რამოდენიმე პროექტად არის დაყოფილი, არის ინტერიერის პროექტი, ფასადის ცვლილება, გარეთ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ასევე სარეკლამო ბანერის შეთანხმება. ინტერიერის გარეთ რაც ხდება პროცესები, ყველაფერი რა თქმა უნდა შეთანხმდეს მერიასთან. ამ შემთხვევაში ქუთაისის მერიასთან. ძირითადად წარმოდგენილი იქნება ტირამისუსნაირ სახეობების, შესაბამისად ინტერიერიც ფუძნება მსგავს კონცეფციას. მერები აღებული არის ტირამისუს ინსპირაციით და გამომდინარე იქედან, რომ საქმე გვაქვს ტკბილეულთან, ტკბილეული ხშირ შემთხვევაში ასოცირდება ბავშვობასთან, მაქსიმალურად არის ინტერიერი მორგებული მსგავს განწყობაზე, რომ გვაქონდეს ბავშვობა და უფრო გემრიელად და ტკბილად მივირთვათ ჩვენი შერჩეული დესერტი. ობიექტი მდებარეობს სკვერში, რომელსაც სამი მხრიდან სამანქანო გზები ესაზღვრება და მნიშვნელოვანი იყო, რომ ობიექტს ჰქონოდა ისეთი ადგილები, საიდანაც სტუმარი მოახერხებდა შეკვეთას და თავის შეკვეთის გატანას. ადგილი არის საკმაოდ მზიანი და მაქსიმალურად გავხსენით, რომ წონებული სივრცეც და ბუნებრივი განათებაც შემოსულიყო ინტერიერში უხვად. ინტერიერი საკმაოდ მხიარული და ნოსტალგიური არის. ფერთა გამა, რა თქმა უნდა, აღებულია თვითონ ბრენდის ფილოსოფიით, ბრენდის პროდუქტებით და საკმაოდ კარგად ეხმიანება შესათავაზებელ პროდუქციას. ეს არის გარე სივრცეში დროებითი გადახურვა, რომელიც მოწყობილია კვადრატებით. აი სახეების ფორმებს, რასაც ხედავთ, ეს არის საკმაოდ ცნობილი დიზაინ ობიექტი, სპეციალურად არის შერჩეული თრიფერი მატი დაფარვით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქუთაისი არის მუზეების ქალაქი და როდესაც ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის ობიექტზე მუშაობთ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია როგორც საზოგადოებრივი ობიექტის შემთხვევაში, როგორც თვითონ ბრენდის ფილოსოფია და პროდუქტი, ასევე გასათვალისწინებელია ადგილობრივი ფაქტორები, თუ სად უნდა ხორციელდეს ეს პროექტი. ამ შემთხვევაში არის ქალაქი ქუთაისი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის მუზეების ქალაქი და საკმაოდ დახუცლულია ქართველი პოეტებით. გარდა ამისა, დროებით გადახურვაში გვაქვს ზოლოვანი ფარდები, რომლებიც ქარის მოძრაობასთან ერთად, რა თქმა უნდა, რომ შეირხევა, ეს მოქმედება კიდევ უფრო მეტად ხაზს გაუსვამს აქაურობის პოეტურობას. ხევის ეფექტის გაძლიერებისთვის კი გამოყენებული გვაქვს კონკრეტულად ეს ჭაღები, რომლებიც იმოძრავებს დღის განმავლობაში და ქარის არარსებობის შემთხვევაშიც შექმნის დინამიკას. თანაც, როდესაც საშუალება გაქვს, რომ ტირამისუ, ტკბილეული და ყავა შესვენებაზე მიირთვა ბუნებრივ გარემოში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და საინტერესო გამოცდილება იქნება.